ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით მაღაზიათა ქსელ კალიფში, რუსთავის ფილიალში, კოსტავას 23 ნომერში, სადაც გვიმასპინძლებს ბატონი ირაკლი და შემოგთავაზებს ახალ შემოტანილ იარაღებს. რა იარაღებია? ეს არის ბულგარული. მოგესალმებით ყველას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. რავი, წვნეული დღესასწაულები იყო და მიულოცოთ ადგომის წვნეული დღესასწაულები ჩვენს მაყურებლებს, ბრავალს და ეს არის და ესეთ მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია ყველას გილოცავთ და ახლა გადავიდეთ იარაღებზე მოკლედ. ეს არის ბულგარული წარმოების შაშხანები. ეს ამ ტიპის იარაღები მაღაზიათა ქსელში იყო, მე ამოიყიდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მოთხოვნა დიდი იყო, ისე გადავწყვეტ რომ შემოგვეტანა ეს იარაღები. არის ბულგარული წარმოების მოკლედ, არის მოიერეშე შაშხანები, ანუ პირდაპირ ასლი არის AK-47-სა და ესეც ქვია BSR 47, ანუ AK-47-ის ბაზაზე შექმნილი შაშხანებია. კალიბრი ხალხში რომ მიღებულია ხოლმე კალაშოიდია, ეს კალაშოიდია ზუსტად, ხო. ორ ვარიანტი გვაქვს ეს კალაშოიდები როგორც შეხებდი ახლა. ერთი არის კლასიკური აღჭურვით და მეორეა ცოტა გაუმჯობესებული, გათანამოძრაებული ვარიანტი, ორივეს გამიხილავთ მომაგის დროს. ეს იარაღები კალიბში არის 762-39-ზე, ანუ ეგრეთ წოდებული AKM-ის კალიბრი ქვია. ნუ პოპულარულ ენაზე ასე ქვია, შენიშნები მოდის ხოლმე რომ AKM-ი ვარაო და ნუ 762-39-ია მოკლედ კალიბრი, ხალხო. მოყვება 10 ვაზნიანი მჭიდები, როგორც იქაური კანონმდებლობა მოითხოვს, არ დაეღვიათ ეს ამბავი და იარაღს უბრალოდ გამორთული აქვს ჯერით სროლის რეჟიმი, ანუ სათავო გასროლებზე მუშაობს, სათავო გასროლებით მუშაობს. გამორთული რას ნიშნავს? ჩვენ შეგვიძლია რომ ხელით ჩავარდეთ? არა, ვერა. ნუ თუ ჩაერევა ვინმე ვისაც ესმის, შეუძლია რომ მაგრამ კანონთან ძალიან კონფლიქტი იქნება და არავის არ ურჩევნია. აკრძალულია და სისხლის სამართალი არის, მოდი პირდაპირ ხაზგასმით აღვნიშნოთ ეს ამბავი. იარაღებში ჩარევა, ასე ვთქვათ, ლიცენზიის გარეშე არ შეიძლება. ისევე როგორც ბარემ აქ კანონთან მოგვიწია, კანონთან ახლოს მოგვიწია გავლა და შეგახსენებთ რომ ასევე აკრძალულია საბრძოლო ამუნიციის გამოყენება რიგითი მოქალაქეებისთვის. ანუ კანონდარღვევა ეს და შეიძლება პასუხისმგებაშიც მოყვეთ თუ იხმართ საბრძოლო ამუნიციას, ანუ აუცილებლად მაღაზიაში შეძენილი სანადირო ვაზნებით უნდა ისარგებლოთ, ასე ვთქვათ. ეს კარგი ჩანართი იყო, ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინოთ მეგობრებო. კარგი. ეხლა რაც შეეხება ამ იარაღების კონკრეტიკაზე გადავიდეთ. აი მაგალითად წონებში როგორ არის? მძიმე იარაღებია, არ არის მძიმეა? შეიძლება ავიღო? კი, როგორ შეიძლება. ორივე იარაღი ზუსტად იგივე წონას იმეორებს, რაც AK-47, ეს არის 3 კილოზე ცოტა ოდნავ მეტი წონით არის, ცარიელ მდგომარეობაში და ცარიელია იარაღი, ანუ ვაზნების გარეშე. და შესაბამისად მეტი 30 ვაზნიანი მჭიდით და დატანილ მდგომარეობაში უფრო მეტი იქნება, რა თქმა უნდა, მოემატება წონა. ამ შემთხვევაში 10 ვაზნიანი მჭიდი გვაქვს, ეხანაც ვთქვი, რომ კანონმდებლობა უბრალოდ არ ითვალისწინებს მეტი ვაზნის ხმარებას ასეთ სამოქალაქო იარაღში. ანუ 10 ვაზნა არის, ასე ვთქვათ, სავსებით საკმარისი, სოინადირო. კითხვები მაქვს ეგეთი, მე მქონებია შემთხვევა, ბიჭებს ვთქვამთ ხოლმე, რომ აი დისბალანსი შეიძლება შეგექმნესო, როცა უკვე მჭიდში აღჭურვა იმას იზავრო, ქვია ჩატენი ვაზნებსო. აი აქ როგორ არის ეს ამბავი? დისბალანსი აქვს უფრო ნაკლებად შეიმჩნევა, უბრალოდ წონის მომატებას აქვს ადგილი, იმიტომ რომ მჭიდი მოგეხსენებათ რომ არის იარაღის ცენტრში და უკვე დისბალანს ადგილი არ აქვს. ეს რო იყოს წინ ან ცოტა უკან, მე უკვე გადახრა გადმოხრას ექნებოდა ადგილი, მაგრამ იარაღის ცენტრშია და მაინც და მაინც არ შეიმჩნევა, უბრალოდ შეიმჩნევა ცოტა წონის მომატება. დამატებითი წონა შეიმჩნევა, ხო. რაც შეეხება ხარისხს, ჩემი თვალით ეხა რასაც მე ვუყურებ, ხო, ნუ მიჩვეულები ვართ, რომ კალაშოიდები ეგეთი უნდა იყოს. და მოდი ხარისხზე თავ შევიკავებ, არაფერს არ ვიტყვი.
ისეთივია, როგორც ყველა კალაშოვი. როგორც უნდა იყოს, კი ბატონო. როგორც უნდა იყოს. მე უბრალოდ დავამატებ ერთს, თქვენი შევართვით, რომ ეს იარაღები პირველი წელი არ არის, რაც მაღაზიat Excel-ში გაყიდვაშია, მოგახსენე იყო BS-47-ები, ოღონდ 5-55 კალიბრი და მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს იარაღები მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია უკვე ექსპლუატაციაშია და მუშაობენ, მეც მაქვს, მე ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი კიდევაც დამერწმუნები რომ მაგ და ხშირად ხმარობ ხოლმე ამ იარაღს თელი ზამთარი მაგალითად იარაღი ვატარა სანადიროთ მე მტაცებელი იყო თუ ისე გათხოვის მიზნით იყოს სამიზნეზე სროლა დღემდე შეუფერხებლად მუშაობს და დღემდე ასე ვთქვათ პრობლემები არ ქონია არანაირი საერთოდ არ ვიცი ამ იარაღის პრობლემა ანუ კმაყოფილი ხარ კმაყოფილი ვარ კი კმაყოფილი მომხმარებელი ვარ კი ამ შემთხვევაში კმაყოფილი მომხმარებელი ვარ მე მაქვს პირადად და იმიტომ სხვის თქმას არ ვიძახი პირადად მე მაქვს ოღონდ ჩემია 5.45 კალიბრზე ეს არის როგორც ეხლა ნახუშია 762-39 ეგივე აკაინოს განსხვავებას რაში ვხედავთ კალიბრებში აი სიტყვაზე მოდი სიმძლავრის ამბავით ბარემ აქვე აღნიშნოთ შენი ეს ერთნაირი კალიბრია. ეს ერთი კალიბრია, კი. დიახ, რაში გამოიყენება? ეს მოიერე შეშაშხანებია ძირითადად უფრო ну მოკლედ ვთქვათ, რომ რუსული და უფრო აი ესეთი პოსტსაბჭოური გადმოსახედიდან გადმოიხედოთ, ამ იარაღებით აი ამ სივრცეში წარმატებით ნადირობენ კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მეუღებელია ეს იარაღით ნადირობა, საერთოდ არ ცნობენ ამ იარაღს როგორც ნადირობა იარაღს, არის საბრძოლო იარაღი. მაგრამ შეიძლება ნადირობა შეიძლება, მიზანშეშორალად შეიძლება, ვარჯიშით შეიძლება, ანუ იარაღის ფლობასთან იარაღთან უფრო ახლო კონტაქტი რო გქონდეს და უფრო საბრძოლო იარაღთან უფრო რო ასე ვთქვათ გამოცდილება რო შეიძინო მაგისტვის გასაგებია. სანადიროთა რა თქმა უნდა მე ხარ დავუვატარებ. ხო, ყოფილი ვარ ისეთ ნადირობებზე, ბიჭებს ქონებიათ ესეთი იარაღი და საკმაოდ წარმატებით ნადირობენ, კი ბატონო, მაგით დავეთქვათ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტია? კი, საკმაოდ ზუსტი იარაღია. იმ ჩარჩოებში ეტევა ზუსტად რა იარაღს რა მოთხოვნა, აი ესეთ ტიპის იარაღს რა მოთხოვნაც აქვს და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგებიც დადო ხოლმე ამ იარაღმა, როცა კარგი გამოცდილი მსროლელის ხელში. ანუ ყველა მე პატრონი თავის იარაღი უკეთესად იცის ახლა. მე მაპატიე დაგაყარე კითხვები, მაგრამ არ შემიძლია ამ კითხვასაც არ დაველოდო. ფასი რა აქვს? აქ ხო იცი რა მომენტი არის, რეკლამა იყო გასული რა და ეხლა შეგიძლია გააგრძელო. მაშინ ხომ ბატონო იარაღის მოპარულება ერთი შეკითხვა დარბაზიდან თუ შეიძლება. სანამ ფას გავიგებთ? მაგრამ ფასამდე კარგი მიდი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. რუსული იარაღთან, იგივე კალაშნიკოვებთან და მსგავს ტიპის იარაღებთან მისი დეტალები იგივე ზატვორი, ანუ ჩამკეტი, ზამბარა, იგივე 30-იანი ჭიდი რამდენად თავსებადია და შეთავსებადია, ყველაფერი ერთმანეთზე მიდის. თუმცა შეიძლება ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ჭიდი გვაქვს სადღაც არ და ჩაი ნაბოლცადო თუ წავა ვალა დაგეწავი ხო რუსული საბრძოლო ჭიდია აჰა ანუ ესეც მიდის ესე იგი ხო გასაგებია არ ვიცოდი რომ მიდიოდა მაგრამ მაინც დავწუნდით ხო ჩემთან მიდის და იმიტომ და ფას რაც შეეხება, მოდი აბა დაუბრუნდეთ შეკითხვას და რა ფასში იყიდება ეს იარაღები მაღაზიათ Excel? 3500 ლარების, აი ეს მოდელი, რომელიც არის აღჭურვილი მოსაკეთში კონტაქტით და მოსაკეთში ასე გასაშლელი კონტაქტით და შეცვლილი გაზოკამერის ხუფი აქვს, თავისი პიკატილის რელსით და ქვევითაც რელსი აქვს, ნახე. აი ეს მოდელი და 2150 იღებს 3150 იღებს 3150 იღებს ეს იარაღი? სტოკი, ასე ვთქვათ რა, საშტატო მოდელი. საშტატო მოდელი. ძალიან საინტერესო არის. კი ბატონო, ახლოდანაც შეიძლება რომ ეს იარაღები ვნახოთ. ხო, ჭიდები გადადის ერთმანეთზე. დეტალებიც გადადის, მოკლედ, კალაშნიკოვი ეს. ყველა აი ეს ჭიდით ჩვეულებრივ ვერ გება შეგობთ. კი, ჩვეულებრივ. ანუ დეტალები თავსებადია რა, არაფერი სხვაობა არა. არის კალაშოვიდების რიგი, რომლებიც არითავსებენ, ეხლა კარგი შეკითხვა იყო დასმული, არითავსებენ ხოლმე სამხედრო მჭიდებს. სამხედრო მჭიდების აკრძალვაზე ჩვენ კანონში არაფერი დებულება არ აქვს. ანუ სამ ჭიდს არიან ჭიდს არ გვიზღუდავს კანონმდებლობა. მაგრამ არის რიგი ეხლა თქვი არის რიგი მოდელებისა, რომლებიც სამხედრო მჭიდებს არითავსებენ და რატო არითავსებენ ეხლავე აღიხსნი. იმათ აქვს სპეციალური ასე ვთქვათ ჭიდები მოყვება და იმ იარაღებს არ გააჩნიათ
ეგრეთ წოდებული აი ესეთი მშრალი ამსხლეტი, ანუ სუხარი ხაზახია რუსები, აი ამ დეტალს დავაკვირდები ქვევიდან. სადაც ხდება ვაზნის აცურება მჭიდიდან, აი უყურე მჭიდ მოვარგები ხლა, კარგად რომ გამოჩნდეს. აი აქედან ტყვის აცურება ხდება პირდაპირ აი ამ სუხარიგს და მე შედის ლულაში. ხდები? ეს როცა არ არის ეს დეტალი, როცა არა, მჭიდზე უკეთებენ კბილს, ხარხნო და უკეთდება კბილი და უკვე ამ კბილზე ხდება აცურება და მე შედის ვაზნაში. ანუ ცერა დადის ასე თქვია. ხო და ამ შემთხვევაში ეს როგორც საბრძოლო კალაშნიკოვს აქვს დატოვებული აქვს ეს აცურებელი სუხარიკი ასე ვთქვათ, თქვია. მშრალი ამ აცურებელი და იმიტომ ითავსებს მასაფი. ანუ იმის თქმა მინდა რომ ანალოგია არის საბრძოლო კალაშნიკოვთან რა. გასაგები. გასაგები. შვენიერი. იარაღის გამძლეობაზე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რა კოლოსალური გამძლეობის იარაღია. ეს იარაღები გათვლილია ჯერიც როლაზე და სათავგასროლით ამას ჩვენ ვერ დავუღლით, ვერაფერს ვერ უგზავთ. ეგრეთ წოდებული რესურსი არსებობს ამ იარაღებში? ნუ რესურსი როგორ არსებობს, რესურსი ყველაფერს აქვს, მაგრამ არ ამგონია რომ ადამიანმა მაინც ცხოვრების მოდელზე ამის რესურსს თუ მოუვლის თან პარალელურად და მოვლის პროცესი ექნება. მოვლის საშუალებები მაღაზიაში არის ყველანაირი? რა თქმა უნდა, არის ამას მოყვება ზუმბა მოყვება თავისი რომელიც აი თავსდება და გარდა ამისა სხვა დამხმარე საშუალებებიც გვაქვს მაღაზიაში. ხო, გარდა კიდე რამე უნდა მეთქვა, უბრალოდ ესეთი პატარა მცირე უნიშნელო ნიუანსია. საკეტის სახელური არის ცოტა სხვა კუთხით რა. ოდნავ ზევით არის აწეული. ეს კიდევ უფრო ასე ვთქვათ, აი იქით მხარეს არის მიმართული, როცა ჩაულებებზე პისტოლეთ არის ხოლმე და ეს ასეთი აწეული სახელური უფრო კომფორტულს ხდის, ასე იტენება ხოლმე რა. აჰა, გასაგებია. ხელით იქიდან და უფრო ადვილად ხდება. კი ბატონო. ირაკლი, მე როგორც ხვდები, აწი უკვე ფინალისკენ შეგვიძლია გავიწიოთ და დასასრულისათვის, მოდი შემაჯამებელი სიტყვა ვთქვათ, ამ იარაღის ფასები კონკურენციას უწევს თუ არა იმ იარაღებს, რომლებიც ამ მაღაზიაში არის? კი, კონკურენციას უწევს შედარებით დაბალი ფასი აქვს ამ იარაღებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ კალიბრშიც განსხვავდებიან ეს იარაღები და ის იარაღები, რომლებიც შენი გულისხმობ. დიახ. ეს უფრო სული კალიბრია, ამ კალიბრს არ აწარმოებს. ნუ ევროპაში, ამერიკაში და ეს კალიბრი ნაკლებად პოპულარულია უფრო თუ ისეთი გასართობთან, აი ესეთი პასტრალუშკებისთვის, გაცრავატოლებისთვის გამოიყენებთ. სანადიროდ ამ კალიბრს ნაკლებად ხმარობენ. ეს უფრო იყო საბრძოლო კალიბრი და ისიც ამოღებულია უკვე რუსეთის ფედერაციამ და ჩვენი სამხედროებიც უკვე ამ კალიბრს აღარ ხმარობენ. ანუ ასე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კალიბრი გადასულია უკვე სამოქალაქო კალიბრების სიაში. გასაგებია. ვაზნები იყიდება თუ არა უპრობლემო? ვაზნები იყიდება უპრობლემო, გვაქვს მაღაზიათა ქსელში პერიოდულად თავდება ხოლმე, მაგრამ ხდება შევსება და არჩევანის დიდია, რამდენიმე ტიპის ასეთი ვაზნა შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. საუბარი მაქვს 762-39-ზე. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ამ უმწურავი პასუხებისათვის. მეგობრებო, მობრძანით მაღაზიათა ქსელ კალიბრის პრინციპში ნებისმიერ ფილიალში, იმიტომ რომ ყველგან შეძლებთ ამ იარაღების ნახვას და შეძენას და არა მარტო ამ იარაღების, აქ არის n რაოდენობით იარაღები და არა მარტო იარაღები, მათ შორის შეგიძლიათ მობრძანეთ, იხილოთ საკუთარი თვალით. ვებ გვერდიც აქვს მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ ონლაინ ეს ყოველივე. კარგად იყავით, მადლობა რომ გვიყურებდით. კარგად ზანდებოდით.